როდესაც პირველად დავიწყე ონლაინ ფულის გამომუშავება წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი. შემთხვევით კონტენტს ვაქვეყნებდი სხვადასხვა რამეს ვცდილობდი და სიმართლე გითხრა არაფერი გამომდიოდა. და ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ მდგომარეობაშია დაბნეული. გადატვირთულ და საბოლოოდ ვარაუდობს. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. ერთი მეთოდიდან მეორეზე გადასვლის ნაცვლად გადავწყვიტე მარტივი სისტემა გამომეყენებინა. და აი როგორ გამოიყურებოდა ჩემი შედეგები. პირველ თვეში $100-ზე ოდნავ მეტი გამომიმუშავე. მეორე თვეში დაახლოებით $400-მდე გაიზარდა. მესამე თვისთვის კი $1000 გადავაბიჯე. არა ერთ ღამეში, არა მყისიერად, მაგრამ ეტაპობრივად გაუმჯობესებით თანმიმდევრულობის შენარჩუნებით და იგივე სისტემის დაცვით. და ამ ვიდეოში ამ სისტემას შენთვის ავსნი, რომ არ მოგიწიოს დროის დაკარგვა ვარაუდებში, როგორც მე გავაკეთე. სიმართლე ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა ცდილობს ონლაინ ფულის გამომუშავებას და ისინი ფლავდებიან. არა იმიტომ, რომ საკმარისად ჭკვიანები არ არიან, არა იმიტომ, რომ ეს არ მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ გადატვირთულები არიან. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ძალიან ბევრი მეთოდი და არ არსებობს მკაფიო მიმართულება. ამიტომ ისინი ერთი რამიდან მეორეზე გადადიან და ვერაზროს ქმნიან ისეთ რამეს, რაც რეალურად მუშაობს. ამ მდგომარეობაში ვიყავი ზუსტად მეც. მე მუდმივად ხედავდი ამ შედეგს, ვაქვეყნებდი შემთხვევით კონტენტს სტრატეგიის გარეშე. ვცდილობდი რაღაცის გაყიდვას მანამ სანამ ვინმე მენდობოდა. მე არ მქონდა სისტემა, რომელსაც გავყვებოდი, ამიტომ მაშინაც კი, როცა დიდ ძალისხმევას ვდევდი, შედეგებს არ მაძლევდა. საბოლოოდ ვნებდებოდი, ფიქრობდი, რომ ეს არ მუშაობს. მაგრამ აი შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ხელიდან უშვებს და ჩემს შემთხვევაში იმუშავა. არ გჭირდება დიდი ბიუჯეტი, არ გჭირდება რეკლამები, არ გჭირდება საწყობი ან ინვენტარი. შეგიძლია დაიწყო ციფრული პროდუქტებით, რაღაც მარტივი, რაღაც ღირებული და გაყიდო ის კონტენტის გამოყენებით. შენ მხოლოდ შენი ტელეფონი, თანმიმდევრულობა და სწორი სისტემა გჭირდება. და ეს მნიშვნელოვანია, შენი მიზანი ერთ ღამეში გამდიდრება არ არის. შენი მიზანი შენი პირველი $100-ია, რადგან ეს პირველი $100 რაღაცას ამტკიცებს, რომ ინტერნეტში უცხო ადამიანი მზადა გადაიხადოს შენს მიერ შექმნილ რაღაცისთვის. და როგორც კი ეს მოხდება, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება, მასშტაბირება, გაუმჯობესება და ზრდა. აი ეს სისტემა, რომელსაც მე მივყვები. ნიშა, რომელიც მომგებიანია, მაინტერესებს და მესმის. პროდუქტი, რომელიც ხალხს პრობლემას უჭრის. კონტენტი, რომელიც ხალხს ღირებულებას უჩვენებს. ღირებულების გაზიარებიდან მოდის ნდობა, ნდობას კი მოაქვს გაყიდვები. მარტივი არა, მაგრამ მთავარი თანმიმდევრობაა. ადამიანების უმეტესობა ცდილობს პირდაპირ გაყიდვაზე გადასვლას, მაგრამ წინა ნაბიჯების გარეშე ეს არ მუშაობს. როდესაც ამას სწორი თანმიმდევრულობით მიყვები, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იქნება. პირველი ნაბიჯი შენი ნიშის არჩევაა. ეს არ უნდა იყოს რთული, შენ არ ეძებ იდეალურ ნიშას. შენ ეძებ ისეთ რამეს, რაც გესმის. ეს შეიძლება იყოს ფიტნესი, დიზაინი, სწავლა, ონლაინ ფულის შოვნა, ნებისმიერი რამ. თუ შეგეძლია დაეხმარო ვინმე სამ სფეროში მცირე პრობლემის გადაჭრაში, ეს საკმარისია დასაწყებად. მეორე ნაბიჯი მარტივი ციფრული პროდუქტის შექმნაა. და სწორედ აქ ფიქრობენ ადამიანები ძალიან ბევრს. შენი პროდუქტი არ უნდა იყოს იდეალური, ის უბრალოდ სასარგებლო უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს გზამკვლევი, შაბლონი, დამგეგმავი რაღაც, რაც დამწყებს დაეხმარება შედეგის უფრო სწრაფად მიღწევაში. კონცენტრირდი ერთი მკაფიო პრობლემის გადაჭრაზე და არა ყველაფერზე ერთდროულად. თუ შეგიძლია ვიღაცას პირადში რაღაც კონკრეტული აუხსნა, შეგიძლია ის შეფუთო როგორც PDF გაიდათ და გაყიდო. ახლა შენ იწყებ კონტენტის შექმნას. ასე გიპოვიან ადამიანები, მოკლე ვიდეოები, კარუსელები, პოსტები, არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ შენ მუდმივად სთავაზობდე ღირებულებას. შენ ასწავლი, უზიარებ, ეხმარები, არა მხოლოდ პოსტავ პოსტებისთვის. ასე იზიდავ სწორ აუდიტორიას და ქმნი ნდობას. ეს არის ის, რაშიც ადამიანების უმეტესობა ფლავდება. ისინი ძალიან ადრე ცდილობენ გაყიდვას. მაგრამ დაფიქრდი, ედიდი თუ არა, ნივთს იმ ადამიანისგან, ვინც ახლახან ნახე. ალბათ არა, ამიტომ ამის ნაცვლად ყურადღება გამახვილო ნდობის მოპოვებაზე. დაეხმარე ადამიანებს, უპასუხე კითხვებს, იყავი თანმიმდევრული. როდესაც ადამიანები გენდობიან, გაყიდვები ბუნებრივი ხდება. ახლა როგორც კი ყურადღებას და ნდობას მოიპოვებ, შეგიძლია გაყიდვების დაწყება. და ეს არ უნდა იყოს რთული. შეგიძლია გამოიყენო მარტივი მოქმედებისკენ მოწოდება, როგორიცაა. დააკომენტარე ეს სიტყვა, მაგალითად გზამკვლევი და გამოგიგზავნი პირადში. ან შეამოწმე ბმული ბიოში. შეინარჩუნე ის მარტივი, ბუნებრივი და შენს კონტენტთან შესაბამისობაში. აი როგორ მივუდგებოდი ამას 30 დღეში. პირველი კვირა ფოკუსირება სწავლასა და დაწყებაზე. აირჩიე შენი ნიშა და დაიწყე პოსტების გამოქვეყნება. მეორე კვირა ფოკუსირება ზრდაზე, ჩაერთე ადამიანებთან, გაუმჯობესე შენი კონტენტი. მესამე კვირა ნდობის მოპოვება და რბილი პოპულარიზაციის დაწყება. მეოთხე კვირა ფოკუსირება კონვერსიებსა და პირველი გაყიდვების მიღებაზე. შენ არ ჭირდება იყოს სრულყოფილი, უბრალოდ უნდა დარჩე თანმიმდევრული. ეს მუშაობს, რადგან ის მარტივი და რეალისტურია. შენ არ ცდილობ ნაბიჯების გამოტოვებას, შენ ჯერ ნდობას აშენებ და შემდეგ ყიდი და არა პირიქით. და ეს არის ის, რასაც ადამიანების უმეტესობა აკეთებს არასწორად. ვისთვის არის ეს? ეს დამწყებთათვისაა. თუ თავს დაკარგულად, დაბნეულად ან გადატვირთულად გრძნობ, ეს სისტემა შენთვისაა. გამოცდილება არ გჭირდება. უბრალოდ უნდა იყო მზად სწავლისთვის და თანმიმდევრული იყო. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვა, ამის ზედმეტად გართულებაა. მოეცდები ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. უბრალოდ მიჰყევი ნაბიჯებს ერთმანეთის მიყოლებით. იყავი თანმიმდევრული, განაგრძე გაუმჯობესება და ფოკუსირდი პროგრესი, არა სრულყოფილებაზე. თუ სრული გეგმა გსურს, ზუსტად ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, აქ არის როგორ გამოიყენოთ ეს გეგმა, სია. აქ არის უკვე მოდულები. ყოველ მოდულში რო შევდივართ, ბოლოს არის ესეთი სია.
გაიგეთ თუ არა ეს მოდული. თუ რომელიმეს ვერ ნიშნავთ, ესე იგი ვერ გაიგეთ ეს მოდული და გჭირდებათ გადაკითხვა. აქედან შეგვიძლია დავბრუნდეთ, აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ მოდულებზე, მობილურშიც იხსნება ჩვეულებრივ საიტზე, ნიშა და პროდუქტის შერჩევა. აქ ნიშის შერჩევაზეა. ბოლოშიც როგორც ხედავთ, უკვე მოსანიშნებია, გავიგეთ თუ არა. ასე არის ყველაფერზე სათითაოდ, ასევე არის ამაებში შიგნით ქვედ მოდულები, მაგალითად ამაში მე-6-ში არის სოციალური მედიის განვითარება, აქ შევდივართ, აქ ზოგადზე არის და ბოლოში აქ უკვე არის ქვემოდულები კიდე, ცალ-ცალკე ალგორითმის ტრენინგი, TikTok-ის ზრდის სისტემა, Instagram-ის, Threads-ის 30 დღიანი კონტენტ გეგმა, პირადში მიწერის სტრატეგია, შაბლონები არის, რა შეგიძლიათ მიწეროთ ხალხს, რომ გაყიდოთ თქვენი ციფრული პროდუქტი და ასევე არის თორების სისტემა. თორები არის ერთ-ერთი საუკეთესო გასაყიდად ციფრული პროდუქტის. ასევე აქ არის ვიდეო გაკვეთილი, რომელსაც გავხსნი ახლა. ეს ისე არ ჩანს YouTube-ზე, როგორც ხედავთ, ციფრული დროპშიპინგი, კონტენტის შექმნა, როგორ შეგიძლიათ კონტენტის შექმნა Canva-ში. თან ვსაუბრობ, თან ვაჩვენებ. ეს არის მაგალითად კარუსელი, შემდეგ უკვე Reels ვაკეთებ, აი აქ როგორც ხედავთ. ბოლოს ისევ მოსანიშნები არის ყველა ქვემოდულისთვის. ეს გეგმა შექმნილია დამწყებთათვის, რომლებიც თავს დაკარგულად გრძნობენ და უბრალოდ სჭირდებათ მკაფიო გზა. ამ გეგმასთან ერთთან დამატებით შედის Discord მხარდაჭერა. ეს არის ჩემი Discord-ი, რომელზეც ახლა 974 წევრია. აქედან 969 არის ადამიანი, 5 არის ბოტი. აქ როგორც ხედავთ, VIP chat-ი არის, რომელიც ყველასთვის არ არის ხელოვნური, მხოლოდ ვინც გეგმას მიიღებს, იმათთვის არის ეს. აქ არის VIP chat-ი, სადაც შეგიძლიათ კომუნიკაცია დამყაროთ, მიიღოთ მხარდაჭერა. აქ როგორც ხედავთ, უკვე პროდუქტები არის, ეს არის Reels-ები არის კონტენტის დასადებად. აქ უკვე ელექტრონული წიგნები და კურსები არის ინგლისურენოვანი. შაბლონები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვისაც და გადაყიდოთ და ასევე დამგეგმავები. მოდით რამდენიმეს გაჩვენებთ ახლა. მაგალითად ეს Faceless Man Marketing Bundle. ეს პროდუქტი კიდევ $27 არის გადაყიდვის ლიცენზიით, გადმოწერეთ, გავხსნათ ახლა. ასე გამოიყურება ეს Faceless Man Marketing-ის bundle. შიგნით როგორც ხედავთ, გაიდი არის, we have templates whatsapp-ით, opening editor და როგორც ხედავთ, დაწერილი არის, პირდაპირ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ აქ, რაღაცები შეცვალოთ, ფონი შეცვალოთ, ფონტის შეცვალოთ, ეს ფოტოები მაგალითად შესაძლებელია, share-ს აწვევით, download, შემდეგ PDF-ი, აქედან PDF სტანდარტს ირჩევთ, download და გადმოიწერება. ამ bundle-ში ასევე შედის კონტენტი, გამზადებული Reels-ები არის. როგორც ხედავთ, აი Reels-ები არის, რომელზეც სჭირდება უბრალოდ ტექსტების დაწერა. ასევე არის გამზადებული Reels-ებიც, გავხსნათ ეგეც ბარემ. როგორც ხედავთ, ამ ციფრული პროდუქტის გასაყიდად გამზადებული Reels-ებიც არის თავისი ტექსტებით. რა გვაქვს კიდევ აქ? გვაქვს ასევე Pinterest-ის გაიდი, რომელიც ასევე $27 იყიდება, ზოგი $47 დაწყიდის. გადმოვწერეთ, download, opening Safari. Pinterest System for Profit. გავხსნით ედიტორში, შაბლონი არის, როგორც ხედავთ, rebranding-ი შეგიძლიათ. და დაწერილი არის ზუსტად. როგორ შეიძლება Pinterest-ით მონეტიზაცია. Pinterest-ით ხდება ციფრული პროდუქტის გაყიდვაც და affiliate marketing-იც. აქვე არის ასევე UGC გაიდით, როგორ შეგიძლიათ 30 დღეში დაიწყოთ UGC. UGC თუ არიცით არის, როდესაც პროდუქტებს იღებთ უფასოდ, ვიდეოს უწერთ კომპანიას, ამ ვიდეოს უგზავნით უკან და ამაში იღებთ ანაზღაურებას. აქ არის გამზადებული როგორც ხედავთ Canva შაბლონები, hook-ები, Reels-ები, ასევე არის portfolio შაბლონიც, როგორც მახსოვს, გონი ეს არის. We have template, აი ეს არის. UGC content creator. გამზადებულია როგორც ხედავთ. Portfolio არის about me, უბრალოდ ტექსტებია შესასვლელი, ფოტოები, Reels-ები. ესე გამოიყურება. და ამ პორტფოლიოს უგზავნიან, როდესაც ბრენდებთან თანამშრომლობენ. აქვე არის მეილები, ბრენდების, რომლებთანაც შეგიძლიათ თანამშრომლოთ. აი ეს არის ბრენდები. აქვე არის მეილები. ამ გაიდში არის template-ები, რა უნდა მიიწეროთ. აი, influencer DM and email. პირადში მიწერა და მეილზე მიწერა. გავხსნათ ბარემ. აი როგორც ხედავთ, subject-ი და უკვე შეგნით რა უნდა ეწეროს და ასე არის 10 word-ამდე. ეს Reels-ები არის 60 Reels-ის იდეა. გამზადებული პროდუქტია პირდაპირ გასაიდად. და ასევე შეგიძლიათ თქვენც ისწავლოთ და UGC-ით გამოიმუშაოთ. ნუ აქვე ხედავთ კიდევ სხვა პროდუქტებიც არის, Etsy-ის შესახებ, TikTok-ის ალგორითმზე, ეს პირადად ჩემი დაწერილი არის. VIP შაბლონებში ეს შაბლონები უკვე იცით როგორც მუშაობს, ჩვეულებრივ გახსნით და შაბლონებია მაგალითად ამას გავხსნი ახლა და შეგნით იქნება რამდენიმე ვარიანტი პროდუქტის შაბლონებისთვის. We have template, opening editor. ეს არის შაბლონები, რომელზეც ფოტოების ჩასმა საჭირო მხოლოდ. მაგალითად მობილურშიაცა, მობილური screenshot-ს გადაიგებ, ჩასვოთ. თუ ლეპტოპის screenshot-ს ვსვათ, დავსკრინ მაგალითად ლეპტოპი, ამას ახლა გადავატარებ აი აქ და გაჭაჭდება ახლა ეს ფოტო. აი ატვირთვას უნდა დრო Canva-ზე ვატვირთულიყო. ჯერ Canva-ზე იტვირთება და მე ჭდება ამაში. აი ჩაჯდა ახლა. მაგალითად მინდა ჩემი გეგმა დავსკრინო აქ, ამის მაკეტს თუ ვაკეთებ, გავხსნი ამას, ჩავსვავ აქ. აი ჩაჯდა აქ. აქ ტელეფონით თუ მინდა გავხსნა, ტელეფონის screenshot-ი ჩავსვა და ტელეფონში როგორ ჩანს ეს გეგმა
ჩავსავ აქ და გამოჩნდება ჩვეულებრივ. თუ სერიოზულად ხარ განწყობილი შენი პირველი $100 ონლაინ გამომუშავებაზე, პირველ 30 დღეში ეს გეგმა შენთვის არის. ამ გეგმის ლინკი იქნება ამ ვიდეოს აღწერაში.